დავიწყო. დეინახე რა მალე დაგიბრუნდით. როგორც ჩაკვირდით მე ვიდეოების გასცენას აღარ ვაპირებ. აწის უდავდეთ და დავდეთ. გამარჯობა. დღეს გავაკეთებ სლაშებს. წინაზე ხო გავაკეთებთ თომ რაღაცა უცნაური სასმელებისგან, მაგრამ დღეს ვაფშე ძალიან უცნაური სასმელებისგან გავაკეთო. სასმელებისგან რა? აი მაგალითად ტყემალი ჩემთვის სასმელია. მე ვსვავ ხოლმე ჭიქით. ხო და მაინტერესებს მაგის სლაში რანაირი იქნება. ეს ჩემი ჭრილება არ შეიმჩნიოთ. მომძვრა, გასაკეთებელი. დარდა მიზერო თითები რას გიგავს. სულ მიგავს ხოლმე და ეხლა რას მიგავს? საერთოდ გამოვიდებ ხოლმე ამ სლაშებს, კი არა და ამ სასმელებს და დავაშლაშებ. და პირველი მინდა რომ გავაკეთო ტყემალი, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ტყემალი. ტყემალი არის პური ჩემი არსობისა. სანამ ვიდეოს დავიწყებ, არ დაგავიწყდეს რომ გამოიწერო არხი, დამილაიქო ვიდეო და დამიტოვო კომენტარი. დავიწყოთ. აი ჩვენი ტყემალი, მე მიყვარს ტონე ტყემალი. ადრე ძალიან მიყვარდა მარნეულის ტყემალი, მაგრამ მე გააფუჭეს. და ეხლა არ ვიცი როგორია მაინტერესებს ძალიან. გამოვიდებ სლაშის ჭიქას. მე მანამდე გავხსნი ამას. სუნიკია კაი. აბა ავთქიფავ და დავლებ ცოტა როგორია. კაი, რადგანაც სქელია შეიძლება არ ჩაიშლაშოს და მე ამას გავურო წყალს. მომწყალია. თქვენ რომ მეგონებით ხოლმე რომ შენ რასაცილო გოგო ხარო რა მაგარ ხუმრობებს ამბობო. არ ვამბობ ხუმრობებს. უბრალოდ ეგეთი ვარ და თქვენ დამცინით ისე. ჩემ პიროვნებაზე დამცინით. მაგრამ არ მწყის. მაგარია პირიქით. ეყოფა. ძალიან კარგი ემოცია დადგა წყალგარეული. უკეთესია. ძალიან მაინტერესებს. ტყემლის სლაში. აუφ. კიდე ის უნდა ხელები. ძლიერი ხელები უნდა. ძლიერი კლავები სტუდიაში. მიდილევარ. მოაწუმპელავებ. ტყემალი არ გამოდის სლაში. მე რომ სლაში. რას ქვი არ გამოდის? ვინ ეკითხება მაგას? ცოტათი გამოვიდა. შედარებით მეტი დრო ჭირდება ვიდრე სხვა სითხეებს, მაგრამ მაინც გამოდის. არის აი ყინულები არის თუ ხედავთ. და ნელა მაგინი გადაიქცევა ტყემლის სლაშად. ნახე როგორი სქელი გახდა. ანუ რაღაცნაირი ფაფისებრი სქელი მასა. ოკეი, ხვაწები გემრიელი იყავი რა გთხოვ. რატო ვსუნა? მაგარია, მართლა. არ ვიცი, შეიძლება მე ვარ მიკერძოებული, იმიტომ რომ ძალიან ტყემლისტი ვარ, მაგრამ ძალიან გემრიელია. აი მე ტყემლის სლაში რო არსებობდეს, მე სულ ტყემლის სლაში ხელში ვივლიდი. აი ხო არიან ხოლმე რაღაცა ფერადი შხამები რო დადიან აქეთ იქით რაღაცა ფერადი რეინბოუ და რაღაც როა. მე გამოვწოს. აუ ამით ვივლიდი გეხვეწებით და ამატეთ ვისაც გაქვს საშლაში კომპანიები. ტყემლის სლაში მაგარი გიხსოვ გასჭირა. იცი რა მაგარი არის? გასინჯი ფიფქია. მე მოვიფიქრე, სხვა ვინ მოიფიქრება ამას თუ არა მე, იმიტომ მე ვარ ცნობილი ტყემლისტი, მაგრამ მეყვარს ტყემალი. ოღონდ ისეთი ტყემლები არ მიყვარს, ტკბილი როა, არ ვაშვევით. ტყემალი რა ტკბილი, ტყემალი იყოს მჟავე და მწარე. გადავიდეთ შემდეგზე, მოკლედ ლუდის სლაშიც უნდა გავაკეთო, მაგრამ ეხლა არ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე შეიძლება ვიდეო გამორთოთ. ხოდა მანამდე გავაკეთებ, აუ ის მომაწოდე რა. მოკლედ შემდეგი სლაში იქნება, ეს ვიპოვე მაღაზიაში არის ნატახტარის ზიგზაგი. არ ვიცი რა არის, ფორთოხლის გემო არის. ხოდა ნახოთ რანაირია. ვაუ. ყოჩაღ ზიგზაგს ძალიან გემრიელია, ნახე რა გემრიელია. ნახეთ რა ლამაზი ფერია. რა ვარი პიგმენტურია უყურეთ. დავაგემოვნოთ ნატახტარის ზიგზაგის წვენი ნახე. ეგ ყوار ძალიან გემრიელი იქნება. შვენიერია, ძალიან კარგი. რომელი ჯობია ვერ გეტყვით, ესე ამ მდგომარეობაში თუ ესე ამ მდგომარეობაში ორივე ძალიან კარგია. მაგარია. ესე იგი, ამის მე ვაპირებ რომ გავაკეთო ტომატის წვენის სლაში. აი, ამის სლაშიც ხო და ყველა სლაში იქნება ძალიან საინტერესო. და არ გადამახვიოთ. ყველაზე მიყურეთ. მოკლედ, ეს სლაში ძალიან მომეწონა, მაგრამ ტყემლის სლაში ჯერჯერობით ლიდერობს. არ ვიცი ტყემლის სლაშზე მეტად რამე მომეწონება თუ არა. შეიძლება ლუდის სლაში მომეწონოს. არა, ლუდი არ მიყვარს, აღარ მიყვარს. აღარა ვარ ლოთი, აღარა ვსვავ. აი ლევანი ხანო მაჩქარებს რამდეს ვლაპარაკობ და კაი წავედი. მე კი თქვი რომ სლაშის ვიდეოებს აღარ გადავიღებთ ხო? მაგრამ როდესაც დავიწყე ამ ვიდეოს გადაღება, ეგ დამოვიწყდა. დავავიწყე რომ მხოლოდ ერთი ჭიქა მქონდა და ძალიან ბევრი წვალება მოვიწევდა ხო და ახლა გამახსენდა. გოთო გავაგრძელებ რა წინა ორი იყო სხვა დღეებში, ეხლა დანარჩენი იქნება სხვა დღეებში. მოკლედ შემდეგი სლაში რასაც გავაკეთებ იქნება ლუდისგან გავაკეთებ. გამოიღოს სლაში ჭიქა. ეს ლუდი ვიყიდე, არ ვიცი რა ლუდია. აი ეს ტრელა.
ნახოთ როგორი გამოვა. ძალიან მაინტერესებს. ოუ. აკაფთა. დავიწყოთ ლუდის სლაშის გაკეთება. რა ცივია, უხ. დავარ. აბარა. რატო დამღوارე? პირველ სლაშს ლევანი დამეხმარება და მოუჭერს, იმიტომ რომ მე ძალიან მტკივა ხელება, იძულებს მიყინავს ისეთი ცივია. და ლევანს არ უყინავს, იმიტომ რომ ამას გახევებული აქვს კანი. იძულება შენ მოშეძლებ, შენ ყველა ძლიერი ბიჭი ხარ. ხან დავაუბროს. დავამელოდოთ კიდე რა. ნევის საზომის ხმა, აი. ესე შვება. შენი რა სუსტი ძვლები მაქვს რა. არ არის ყინვა რეზისტენტული. გამოვიდა. უბრალოდ კაფეა, კოზი მომერა. კოზი მომეც იგეხვეწები. ლუდის სლაში, ვაგიმოვლებ ლუდის სლაშ. გამოვიდა, უბრალოდ კაფე ფარავს ზემოდან. კაფე ფარავს. რა არის ფუ? გრძნობრო სადესროფა იქნება. რა ცუდია. ვისაც ლუდის სლაშის გაკეთების იდეა მოვიდა თავში, ხო? ვისაც ეს იდეა მოვიდა თავში? საშინელება არ მეგონა ესეთი ძალიან ცუდი თუ იქნებოდა. ძალიან ცუდია. ეს გაზი გავუვიდა და დარჩა მარტო აყროლებული სპირტის გემო. წარე. და ცოტა ალაუსიც. ცუდი არის, მარაც და რა. ცუდი არის, მარაც დადღირდა. გადავიდეთ შემდეგ სლაშში. ესე ლამაზად რომ გამოიყურება, ეს არის ტომატ პასტა და უნდა გავხსნა წყალში. ნახევრად დავიწყე გახსნა, ახლა ბოლომდე გავხსნი. იცით როგორ მიყვარს ტომატის წვენი? წვენი რა, ასე. ტომატ პასტა გახსნი წყალში. ძალიან ცუდი არის, არ არის სარგებლო, მაგრამ ძალიან გემრიელი არის. თან უქრად მარილიც. აქ მაგ ზღვის მარილი. მე მიყვარს ბევრი მარილი, ზოგადად მარილი არ მიყვარს ბევრი, მაგრამ როცა საქმე ეხება ტომატ პასტისგან გაკეთებულ წვენს ძალიან მიყვარს ბევრი მარილი. კარაფს რომ გავყვები და არისლებს. ნახავ. რა კაია. ძალიან კარგია. ახლა ვნახოთ, ახლა დავსლაშოთ. გევიწუწე ცოტა. არა, კარგად გავიწუწე. კაი პიგმენტური კი. ამ ჩემ ძვლებს რა ვიყო, არ ვიცი, ეგრევე მტკივდება და მიცივდება. სანამ ამას ვსლაშავ, არ დაგავიწყდეთ რომ არხი გამოიწერო. ვიდეო დამილაიქო და კომენტარი დამიტოვო, რომელი სლაშის იდეა მოგწონს უფრო მეტად შენ და რომელს ცდი. ან რომელი გიცდია, ისაც მე გავაკეთე. ან ზოგადად რაიმე უცნაური სლაშებისგან რა გიცდია. ან საერთოდ გაქვს თუ არა სლაშის ჭიქა. ცივია. გამოდის. გეღვაწები კარგი იყავი რა გთხოვ. არა იქნება, რა იქნება. გამოვიდა. ბარემ ამ ძუნგლიანი კოზით გავსინჯავა ახალს ხوار დავსვი. ცოტას გავსინჯავ, ვაი და არ მომეწონოს ბევრი. ნუ სტანდარტული სვინი აქვს ჩვეულებრივ როგორც ტომატ პასტას. რა უცნაურია. და უცა. ახლა ასოციაციები ჩამერთო. თლიან პომიდორს რომ გაყინავ. და მე დაფქვავ, აი მაგის გემო აქვს. მე არ გამიშინჯავს თლიანი გაყიდული პომიდორი და მე დაფქვილი. მაგრამ მგონი რომ ეგეთი იქნება. ასოციაცია ეგეთი მომივიდა. ძალიან გემრიელია. ეს საჭმელებში სწავა. სუპში რო ჩაათხრეშო მაგალითად. გემრიელი, მაგრამ ძალიან ცივია. ავალაგებ. I need your love, la. ასე ამოიწურწურა ჩვენ ვიდეოს, თაშებიც გათავდა, მასალაც გათავდა, ჭიქას მეტად ვეღარ გავყინავ, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე.
არა, ეს მართლობო ვიდეო იქნება. ამის მიერ თუ არ მექნება მეორე სლაიში ჭიქა, მესასებს აღარ გავაკეთებ. დასასრულს შეგახსენებ, რომ არ დაგავიწეს ჩემი გამოწერა. ხო, თქვენ კონკრეტულად ჩემს გამოწერებს გაქვთ ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი. ძალიან კარგ კომენტარებს მიწერთ ხოლმე და კიდევ მომაწოდეთ კომენტარებში იდეები, რა შეიძლება გავაკეთო, რა შეიძლება გადავიღო, რა შეიძლება მოვიმოქმედო. რა შეიძლება შევჭამო. შეგახსენებთ, რომ junk food-ებს მე ვერ ჭამ. ზოგადად ისეც არ ვჭამ, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ მკურნალობ, აკნეზე ყოველგვარი ჯანკი ამოღებული მაქვს და აკრძალული მაქვს. შესაბამისად ვერც ტკბილეულს, მით უმეტეს რძის ნაწარმს, მაგას ისედაც არ ვჭამ და შემწარმოხრაკულებს და რაღაცა მწარეს და რაღაცას ვერ შეჭამ. ხო და რა ვიცი. რამე ის მირჩიეთ, აი კარგი რო ვჭამო. ნუ დღეს კი ცოტა აი რამე კარგი. ან რამე იდეა მომაწოდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი იდეები გაქვთ. მე უკვე თქვენი კომენტარებიდან რამდენიმე იდეა ავარჩიებ, რომ ძალიან მომეწონა და ვაპირებ რომ გავაკეთო. როდის გავაკეთებ, არ ვიცი, ხვალზე ით არა, მაგრამ სამბოლოდ გავაკეთებ აუცილებლად. მოკლედ ნახვამდის. შემდეგ ვიდეომდე.